მოგესალმებით, ვარ გიორგი კოსალია. წარმოგიდგენთ ბიბლიური ფასეულობის ლექციათა კურსს. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემაა ეკლესია და ბაბილონის კოდოლი როგორც ორი ერთობის პრინციპული განსხვავებულობა. ჩვენ ვისაუბრებთ ბაბილონის კოდოლზე, ჩვენ ვისაუბრებთ რაღაცა ისეთზე, რომელიც შინაარსობრივად პრინციპულად უპირისპირდება იმ სივრცეს, იმ კრებულს, რომელიც ეკლესიის სახელით არის წარმოდგენილი. ახლა ჩვენთვის რა არის მნიშვნელოვანი? ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მეგობრებო, ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ წარღვნის შემდგომ, როდესაც ნოე სემთან, ქამთან და იაფეთთან ერთად და მათ ცოლებთან ერთად დატოვებს კიდობანს, მთელი დედამიწა იქნება ამ სამი ცისაგან წამოსული მოდგმით დასახლებული, ყვაყოლება სემიტური მოდგმა, ქამიტური მოდგმა, იაფეტური მოდგმა და არ დაექვემდებარება წარღვნით სასჯელს, ნოეს ლოცვით, ეს ღმერთმა აღუთქვა მას და ამ აღთქმის, ამ ნუგეშის სიმბოლო არის ცისარტყელა, რომელიც გამოჩნდა ზეცაში, ეს არის ღმერთსა და ადამიანს შორის არსებული ამ კავშირის და ამ ნუგეშის სიმბოლო, რომელსაც ძალიან დიდი შინაარსი აქვს ჩადებული და წმინდა წერილი გვიყვება იმის შესახებ, რომ კაცობრიობამ დაიწყო გამრავლება ამ გამრავლების ქვეყნიერების დასახლების პროცესში. ჩვენ წმინდა წერილი ერთ ამბავს გვიყვება, ეს არის ამბავი ბაბილონის კოდოლის შენებისა, რომელიც ძალიან საინტერესო ნიშნით შეიძლება იყოს დანახული, რადგან ბაბილონის კოდოლის მშენებლობა ეს არის რაღაცა ის პროცესი, რაღაცა ის მოვლენა, რაც არ მოეწონება ღმერთს. და იცით თავიდან რომ ყითხულობ წმინდა წერილს თითქოს და აქ არაფერი უნდა იყოს ისეთი, რაც არ უნდა მოეწონოს ღმერთს, მაგრამ აღშკარად აღმოჩნდება რაღაცა მნიშვნელოვანი დეტალი, რომელზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ. ახლა ბაბილონის კოდოლთან დაკავშირებით, როდესაც საუბრობთ, ჩვენ ერთი რამე უნდა მივიღოთ ხედველობაში, გავიხსენოთ ადამის სამოთხეში, ხო? ადამი სანამ მარტოა, ის სამოთხისეულ სიხარულს ვერ განიცდის, სამოთხის გასრულებადობის, მისი საბოლოო მშვენიერების შესახებ თხრობას მივიღებთ, ხოლო მას შემდგომ, როდესაც ადამიანთან ერთად იქნება ვიღაცა სხვა, ადამი იქნება წარმოდგენილი სხვასთან, კრებული, ეკლესია გვეყოლება სახეზე. და სწორედ ეს კრებული შემდგომ, ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა და წინა პლანზე მოდის სწორედ საზოგადოების კრებულის ცნება, ისაა მნიშვნელოვანი, იმას აქცევს ყურადღებას წმინდა წერილი და სწორედ ამ კონტექსტში უნდა იყოს დანახული ბაბილონის კოდოლის შენების პრობლემა წმინდა წერილში. ახლა არსებობს გარდამოცემა, რომ ბაბილონის კოდოლის შენებლობის ინიციატორი იყო ნებროთი, ვინმე ნებროთი, რომელიც ქამის მოდგმიდან არის, ქამიტია და ამ ნებროთთან დაკავშირებით რამდენიმე რამეა ნათქვამი წმინდა წერილში. პირველი ნათქვამია ის, რომ ნებროთმა დაიწყო ძალის გამოჩენა. ძალიან საინტერესო მომენტია და ჩვენ ამას მერე მივაქცევთ ყურადღებას, ეს ძალის გამოჩენა რას უნდა უკავშირდებოდეს. მაგრამ მეორე რაც არის მახსენები ნებროთთან დაკავშირებით არის, რომ მას აქვს სამეფო, ამ ძლიერ ამ ძალის გამოჩენის შედეგად ის სამეფოს აყალიბებს და ამ სამეფოს აქვს თავისი რჩეული ქალაქები. ბაბილონი, ერექი, აქადი და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ეს არის ის სივრცე, სადაც ქალაქებია წარმოდგენილი და ჩვენ უკვე ნებროთთან ერთად გვახსენდება წინა შეხვედრაზე გახსოვთ ვისაუბრეთ კაენის ქალაქთან დაკავშირებით, რომელსაც აქვს თავისი შინაარსი, წმინდა წერილი ჩვენ ვთქვით, რომ ქალაქს უყურებს ცოტა უარყოფითი ნიშნით, მაგრამ იერუსალიმამდე ქალაქში ჩაკეტილობას უყურებს ამ ნიშნით და ნებროთიც ამ ქალაქის მაშენებლად, არა მარტო ერთი ქალაქის, არამედ რამდენიმე ქალაქისა და ამ ქალაქთა ერთობის შედეგად წარმოდგენილი სამეფოს მეთაურად არის წარმოდგენილი და მესამე გახლავთ ის, რომ ნებროთთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ის იყო მონადირე. ყველაფერი ეს ქალაქის შენებლობა, ძალის გამოჩენა, მონადირეობა, ნებროთს გაუთქვავს სახელს, იყო კიდევაც ასეთი თქმულება, ბუმბერაზია, ნებროთივით უფლის წინაშე, საკმაოდ გავლენიანი და საკმაოდ ცნობილი პიროვნება გახდათ ნებროთი. ახლა ეს მონადირეობა წმინდა წერილში საინტერესო სახით არის წარმოდგენილი. ჩვენ შევეხეთ სამოღვაწეო სივრცეს კაცობრიობის ისტორიის გარიჟაზე, ეს იყო მიწათმოქმედება და ეს იყო მეჯოგეობა, მეკარვეობა და მესამე ახლა არის წარმოდგენილი, თუმცა ეს ახლაა წარმოდგენილი,
ადრეც იყო, ეს გახლავთ მონადირეობა, რომელიც ასევე კაცობრიობის ისტორიის გარიშაზე იჩენს თავს და შეიძლება ითქვას, რომ მონადირეების მიმდინარეობა წარმართულ რელიგიას და წარმართულ აზროვნებას ყველაზე მეტი შეძინეს, ყველაზე მეტი მისცეს და ძალიან საინტერესოა თვითონ მათი ისტორიაც. ახლა ამას რომ თავი დავანებოთ, ყურადღება მივაქციოთ წმინდა წერილის დამოკიდებულებას ტერმინ მონადირესთან დაკავშირებით. მონადირი არ ნიშნავს წმინდა წერილში მხოლოდ იმას, რომელმაც იცის, რა დროს გავიდეს ქურცეგზე სანადირო თუ ჩაუსაფრდეს, იქ ამა თუ იმ ნადირს თუ ამა თუ იმ ცხოველს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მონადირე წმინდა წერილში ასევე ეწოდება იმ ადამიანს, რომელმაც იცის ამ ქვეყნად როგორ იცხოვროს კარგად. იცის ამ ქვეყნად როგორ მოეწყოს კარგად. იცის ამ ქვეყნად როგორ იყოს წარმატებული. ანუ არის კაცთა მონადირე. არის მონადირე არა მარტო იმ გაგებით, რომ ტყეში ნადირობს, არამედ ის ნადირობს ხალხშიც. ის ნადირობს ადამიანებს შორისაც, ადამიანთა მომნადირებელიც არის. აი ჩვენ ასეთი საინტერესო თხრობა გვაქვს წმინდა წერილში, ისააკის ძეებზე, იაკობზე და ესავზე, და ესავზე იტყვის, რომ ის იყო ველისკაცი და მონადირე, ხოლო იაკობზე იტყვის, რომ ის იყო კარავში მცხოვრები და სრული. აი ეს მონადირე და სრული ერთმანეთზე უპირისპირდება, ნახეთ. ველისკაცი და კარავში მცხოვრები უპირისპირდება ერთმანეთს და სრული და მონადირე უპირისპირდება ერთმანეთს. ახლა ეს ძალიან შორს წაგვიყვანს და ჩვენ საეთერო დრო საამისო არ გვეყოფა. იმდენად ბევრია სალაპარაკო ამ ტერმინების შეპირისპირებაზე, მაგრამ ჩვენი თემისათვის საინტერესო წარმოვადგენთ იმას, რომ ესავიც წარმოდგენილია წმინდა წერილში როგორც მამამისის ისააკის მომნადირებელი და რომელმაც ძალიან კარგად იცით ამ ქვეყნად როგორ უნდა იცხოვროს იმისათვის, რომ ცხოვრებისაგან მაქსიმალური მიიღოს, კარგად მოეწყოს და კარგად დამკვიდრდეს ამ ქვეყანაზე. განსხვავებით იაკობისაგან, რომელიც მჭვრეტელობითი ცხოვრებით იყო დაკავებული და რომელსაც არ ჰქონდა მონადირეობის აი ეს ნიჭიერება. რას ნიშნავს ეს მონადირეობა ბიბლიის ენაზე, რომ კარგად გავიაზროთ, ამისათვის გავიხსენოთ, როგორ ჟღერს ყოვლადწმინდა სამების ტროპარი ეკლესიაში. კურთხეულ ხარ შენ ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელმა ყოვლადწ ბრძნად მეთევზუნი გამოაჩინე, მიფინერა მათზე და ყოვლადწმინდა სული შინ და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცმოყვარე დიდება შენთან. აღმოჩნდა ძალიან საინტერესო რამე, რომ მონადირია ნებროთი და მონადირია მათემოციკული. მონადირია ესავი და მონადირია იოანე ღვთისმეტყველიც. აი, რა განსხვავება ამ ორ ნადირობას შორის? ეს არის პრინციპულად ასანახი იმისათვის, რომ ჩვენ შემდგომი თხრობა გავაგრძელოთ. აი, რა განსხვავება ამ ორ ნადირობას შორის? როდესაც იოანეზე, პეტრეზე, ანდრიაზე, მათეზე, მოციქულებზე საუბარია, რომ ისინი აი ამ მონადირეობით არიან დაკავებული და კაცთა მესათხევლად არიან ქცეულნი. მათი ნადირობა გულისხმობს ის, რომ ნანადირები მათი არ არის. ის, რაც მათ მიერ არის მონადირებული ღვთისა, ღმერთს ეკუთვნის, საღვთოა. იმ დროს, როდესაც ესავი, იმ დროს, როდესაც ნებროთი ნადირობენ საკუთარი სარგებელისათვის, თავისთვის ნადირობენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ნადირობის მოტივს არჩევს ეკლესია, ვისთვის და ვის მიერ ხდება ნადირობა. ნადირობა ხდება, მონადირება ხდება იმისათვის, რომ მონადირებული მარადიულ სიხარულში იყოს. და ამ შემთხვევაში სიტყვა მონადირებას საკმაოდ სიმბოლური დანიშნულება აქვს და ის შესაბამისად უნდა იქნას გაგებული და არაფერი ძალადობა ამაში არ არის. ამ შემთხვევაში ნადირობა გულისხმობს ძალადობას არა სხვაზე, არამედ ძალადობა საკუთარ თავზე, ვინაიდან ვინმე რომ მოაქციო და ღმერთი და ჭეშმარიტება დაანახო, საკუთარი თავი ძალიან დიდ გაჭირვებაში უნდა მოიქციო. ამ შემთხვევაში ნადირობა უკავშირდება სხვას და ძალადობა უკავშირდება საკუთარ თავს. აი ნებროთის შემთხვევაში, ესავის შემთხვევაში ეს პირიქით არის. ძალადობა უკავშირდება სხვას და მონადირებული უკავშირდება საკუთარ თავს. აი ეს არის არსებითი განსხვავება. ისიც და ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ აი ვინმეს ოდესაც ვესაუბრებით, ვინმეს ოდესაც ველაპარაკებით ჭეშმარიტებაზე, ველაპარაკოთ არა იმიტომ, რომ მე დაგვაფასონ ჩვენ ეს რა მაგარი რაღაცა გვითხრაო და მონადირეებად ვიქცეთ მისთვის. არამედ ჭეშმარიტება გადავცეთ იმისათვის, რომ თვითონ ჭეშმარიტებას ეზიარო. ჭეშმარიტების სიდიადე, ჭეშმარიტების განსაკუთრებულება მისი უალტერნატივობა დაინახონ. მისი მშვენიერება დაინახონ, მისი აუცილებლობა დაინახონ. მასში ჩვენ კი არ დაგვინახონ
ვინც გავაცანით ეს ჭეშმარიტება. ისინი უნდა დატკმენ არა ჩვენი და ჩვენი საუბრით, არამედ უნდა დატკმენ იმ ჭეშმარიტებით, რომელიც ჭეშმარიტებასაც ვაუწყებდით. თუ ჭეშმარიტების მაუწყებლობა ხდება იმიტომ, რომ საჩემოდ იყოს მონადირებული მსმენელი და მე მაქოს და მე მადიდოს მერე და რაღაც სოციალური ქსელების გმირი გამხადოს, მაშინ მე ვერანაირი ქრისტეს მონადირე ვერ ყოფილი ვარ მასთან. საჩემოდ მომინადირებია ის. პირიქით, აი ეს ნადირობა, რომელი ნადირობაც არის წარმოდგენილი წმინდა წერილში ორი სახით. ერთი ქრისტესთვის არის და მეორე საკუთარი თავისთვის. აი ნებროთან დაკავშირებით როცა გვაქვს საუბარი, ნებროთი ნადირობს თავისათვის. რაღაცა ნანადირები აქვს იმისათვის, რომ აი ის ძლიერება და ის დიდება კონდეს, რომელიც წმინდა წერილმა უკვე წარმოგვიდგინა. წმინდა წერილი გვეუბნება, რომ ამ პერიოდში, ამ ეპოქაში ერთ პირი იყო, ერთ ბაგე იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი. ეს მხოლოდ ლინგვისტურ ერთეულს არ გულისხმობს. ეს არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ ერთი ენა, ერთი ლინგვისტური ერთეული იყო საკომუნიკაციო საშუალება. ეს ასევე გულისხმობს იმას, რომ მარტივად ხდებოდა კომუნიკაცია ადამიანებს შორის, მარტივად ხდებოდა აზრის გადაცემა და მარტივად ხდებოდა ამ აზრის მიმღებლობა. ანუ რაღაცა ზედმეტი ბარიერი არა მარტო იმიტომ, რომ ენა არ იყო სხვადასხვა, არამედ იმიტომ, რომ ერთ ზრახვა იყო კაცობრიობა და ერთ ენაზე მეტყოლება ამასაც გულისხმობს, ვინაიდან ჩვენ ვიცით, ენა მარტო მეტყოლების საშუალება არ არის, ეს აზროვნების საშუალებაც არის, ხო? და როდესაც ამ სივრცეზე გვაქვს, ამ ერთობაზე გვაქვს საუბარი, წმინდა წერილი სწორედ ყურადღებას გვამახვილებინებს იმ დეტალზე, რომ კაცობრიობა უნდა ამ ქვეყანად გაიფანტოს, აავსოს ეს ქვეყანა, უნდა გამრავლდეს. და აი სწორედ აქ, აი სწორედ ამ დროს ხდება დაძრა აღმოსავლეთიდან და შინყარის ქვეყანაში, ფიქრობენ ეს არის შუმერი, იპოვიან საოცარ ვრცელ ველს და აი აქ დამკვიდრდებიან და იწყება საუკუნის პროექტი, იწყება რაღაცა გრანდიოზული მშენებლობა. რა არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, აი ჩვენი შეხვედრის თავშიც ეს ვთქვით. ჩვენ ყურადღება მივაქციეთ იმას, რომ რაღაცა ერთობაზეა საუბარი, ხო? რომელიც ცალსახად უარყოფითი ვერ იქნება, დადებითი მოვლენა უნდა იყოს. მაგრამ ამ ერთობას რაღაცა სული აღეძვრება, წინამძღოლი გამოუჩნდება, რომელიც შესთავაზებს საოცარ პროექტს და აი ამ პროექტის შინაარსი და მისი რეალიზების უტოპიურობაში გამოიხატება ბაბილონის გოდოლის მშენებლობის მთელი ტრაგედია სწორედ. აი აქ ნათქვამია მოწოდება ასეთი, რომ ავაშენოთ ქალაქი და გოდოლი და მისი თხემი ცას უნდა მიწოს. ახლა წარმოიდგინეთ, ადამიანი ფიქრობს იმას, რომ შეუძლია ისეთი კონსტრუქცია შექმნას, ისეთი ნაგებობა ააგოს, რომელიც ცას მიწვება და რომელზე ასული ადამიანი შეძლებს ცას შეახოს ხელი. ეს ხო აბსოლუტურად წარმოუდგენელია. აქ მისი ზეცამდე ამაღლებულობა ყურადღებას იქცევს იმით, რომ იდეა, რომელი იდეაც წინ უძღვის ამ გოდოლის შენებას, ამაღლებული სულიერებით არის მოცემული, რაღაც ამაღლებული გრძნობით არის მოცემული, იმისათვის, რომ ადამიანმა და იმდროინდელმა აი ამ კაცობრიობამ ისმინოს და აყვეს მას. რაღაცა ამაღლებული უნდა უთხრა, რაღაცა განსაკუთრებული უნდა უთხრა, რაღაცა ისეთი უნდა უთხრა, რომელიც მათზე იმუშავებს. რაღაცა ლოზუნგი, აი ეს ლოზუნგი არის ის, რომელიც პირველად ჩნდება წმინდა წერილში და ეს არის ის, რომელთანაც წმინდა წერილს ყოველთვის უარყოფითი დამოკიდებულება ექნება. ჩვენ სხვადასხვა ლოზუნგებს ხედავთ წმინდა წერილში, რომელთანაც აი წმინდა წერილი აი ყოველთვის არის დისტანცირებული და ყოველთვის უარყოფითი დამოკიდებულება აქვს მასთან. აქ ეს მოწოდება, რომ ააშენონ რაღაცა ისეთი გულისხმობს თავის თავში, რომ ეს გრანდიოზული ნაგებობა ამაღლებულ რაღაცა მიზნებს უნდა ემსახურებოდეს და ეს არის ისევ და ისევ ქალაქი, ეს არის ისევ და ისევ ის მიუღებელი კონსტრუქცია, მიუღებელი ცხოვრების და ჩაკეტილი ცხოვრების წესი, რომლის კულტივირებამაც თავის დროზე ძალიან დიდი უარყოფითი შედეგები მოიტანა კაცობრიობაში და ახლა მაინც და ისევ ხდება აი ამ ფორმით, აი ამ ღირებულებების შემოტანა. გოდოლი, რომელიც ცას მიწვდება რას გულისხმობს თავის თავში, ეს უნდა იყოს ისეთი პროექტი, ეს უნდა იყოს ისეთი სივრცე, რომელიც ყველაზე ამაღლებულ საზრეს თავაზობს იმდროინდელ კაცობრიობას. იდეას თავაზობს იმდროინდელ კაცობრიობას. რა არის? ეს არის ერთობა. ეს ყველაფერი იმიტომ უნდა ააშენონ,
რომ აღმართო ნიშანსვეტი იმისათვის რომ არ გაიფანტონ დედამიწის ზურგიდან, ანუ ერთობა შეინარჩუნონ. მივაქციოთ ამას მეგობრებო ყურადღება, რომ არ გაიფანტონ და ერთობა შეინარჩუნონ. რა არის ამაში ცუდი? რა არის ცუდი იმაში, რომ ერთობა შეინარჩუნონ? არც არაფერი არ არის ცუდი, მშვენიერია, ამაღლებული იდეაა მართლა. მაგრამ მთელი ტრაგიკულობა აი ამ საქმიანობისა, მთელი უტოპიურობა გახლავთ ის, რომ ეს არის ერთობა, რომელსაც ამ ხალხს თავაზობს ადამიანი და არა ღმერთი. ადამიანი კრავს ამას. რაღაცა სოციალურ-პოლიტიკური პროგრამა კრავს ამას. რაღაცა ამ ქვეყნიური იდეა კრავს ამ ხალხს და არა ძალა და ნება ღვთისა. გესმით ეს ორი რამე, ორივე შემთხვევაში ადამიანი შეკრავს თუ ღმერთი შეკრავს, ორივე შემთხვევაში ის კრებულია, ორივე შემთხვევაში ერთობაა. მაგრამ ადამიანისგან როდესაც მოდის ეს ინიციატივა, ეს ერთობა უდიდეს სიმახინჯემდე მიდის. ხოლო ღვთისაგან როდესაც მიდის ეს ინიციატივა, ეს ერთობა უმშვენიერეს კრებულად ყალიბდება. აი ამას უნდა აი ამ დაპირისპირებას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ნებროტი ღმერთს უპირისპირდება. თავისთავად ცხადია თავიდან ასე არ არის. ეს შემდგომ გამოიკვეთება ასე. მაგრამ თვითონ იდეა იმისა, რომ უღმერთოთ რაღაცა ერთობა წარმოდგეს, თავის თავშივე არის უტოპიური და განწირული წმინდა წერილი გვეუბნება, რომ აუცილებლად ეს ხალხი გაიფანტება. ვერ შეძლებს ამ პროექტის რეალიზებას. თუმცა რაღაცა პერიოდის განმავლობაში ეს მშენებლობა წარმოებს და მიმდინარეობს. აი ჩვენ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ჩვენი მაცხოვრის სიტყვები, რომელიც უკავშირდება სახლის შენებას. რომ ერთმა სახლის შენება დაიწყო და მისი საძირკველი დადო ქვიშაზე და მეორემ კლდეზე. აი მე ვკითხულობ ხოლმე, რომელი აშენდა და რომელი ვერ აშენდა. და პასუხობენ ხოლმე, რომ ქვიშაზე დადებული საძირკვლიანი სახლი ვერ აშენდა. არ არის ეს სწორი. თუ დავაკვირდებით მაცხოვრის თხრობას, ვნახავთ, რომ ორივე აშენდა. აშენდა ქვიშაზე საძირკვლის მქონე სახლიც და კლდეზე საძირკვლის მქონე სახლიც. ორივე აშენდა. უბრალოდ ქვიშაზე საძირკვლის მქონე სახლი ვერ დარჩა, რადგან ეკვეთა მას ტალღები და მდინარე და წააქცია და გარეცხა. კლდეზე დაშენებული სახლი კი დარჩა. ანუ აქ პრობლემა იმაზე კი არ არის, მეგობრებო, რომ რას ვაკეთებ. არა, რასაც ვაკეთებ, იმან რა შედეგი შეიძლება მოიტანოს. ესაა მნიშვნელოვანი. რა мотивაციით კეთდება ეს? ერთია. რა კეთდება მეორეა. და ამის შედეგი რა შეიძლება იყოს მესამე და მნიშვნელოვანი. ერთობა თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ ეს ერთობა რისთვის იკრიბება და რამდენად შეუძლია ეს ერთობა დარჩეს იმ ერთობად, რომელიც მისაღებია. აი ეს არის საკითხავი. და აღმოჩნდება, რომ უტოპიურია ყველანაირი მცდელობა შედგეს ერთობა ღმერთის გარეშე. მაცხოვარი ამბობს, ვინ ჩემთან არ კრებს, ის განაბნევს. ამას ნიშნის მოგებით კი არ ამბობს. მაცხოვარი ამას იმიტომ კი არ გვეუბნება, რომ სიტყვაზე თქვა ვიღაცის დამცირება, რაღაცის დამცირება უნდა არამც და არამც. არა, უბრალოდ ის გვეუბნება ჭეშმარიტებაზე. რა არის ეს ჭეშმარიტება? ეს ჭეშმარიტება გახლავთ მეგობრებო ის, რომ არა აქვს ადამიანს როგორც ქმნილებას, არა აქვს ძალა კრებდეს და ინარჩუნებდეს ერთობას, თუ ძალადობას არ გამოიჩენს. აი მივაქციოთ ამას ყურადღება. იმისათვის, რომ ადამიანმა შეკრიბოს და შეკრებილი დატოვოს ერთობად, ამისათვის აუცილებლად უნდა იძალათოს. მაგრამ ღმერთი როდესაც კრიბავს და ამ კრებულს ტოვებს ერთობად, ღმერთი მასზე არ ძალადობს. აი ეს ორი რამეა ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ბაბილონის გოდოლზე და საეკლესიო კრებულზე, ბაბილონურ ერთობაზე და საეკლესიო ერთობაზე ვსაუბრობთ, ამ ერთობას შორის ეს არსებითი განსხვავებაა. ერთი ძალადობის შედეგად არის შექმნილი, ხოლო მეორე ნებელობის შედეგად არის შექმნილი. ეკლესიაში ძალით არ შეიძლება ვინმე იყოს. ეკლესიაში ძალით არ შეიძლება ღმერთს ადიდებდე. ეკლესიაში არ შეიძლება ძალადობის შედეგად ვინმე მიიყვანო. აბსოლუტურად მიუღებელია. იმ დროს, როდესაც ბაბილონში სწორედ ძალით უნდა მიიყვანო. ბაბილონში სწორედ ძალით უნდა ამყოფო, ძალით უნდა ადიდებინო ის სადიდებელი, რაც აქაა მისაღები. აქ ძალმომრეობა არსებითია და მნიშვნელოვანია.
ამ ძალადობის ქვეშ ბევრი რამე შეიძლება ვიგულისხმოთ, მეგობრებო, არა მარტო ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება ვიგულისხმოთ. არ შეიძლება ეკლესიაში ძალადობით ღმერთი ვაღიარებინოთ, იმას კი ანიშნავს, არ შეიძლება ძალით შევიყვანოთ ვიღაცა და ძალით ღმერთი ვადიდე. არა, არ შეიძლება თქვათ ისეც ვადიდებინოთ ღმერთი, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა ვიხმაროთ მასზე. ასეც ვერ ადიდებს ეს ღმერთს. ეს გამორიცხულია. აი, რას ამბობს მაცხოვართან დაკავშირებით დააკვირდით რა არის ნათქვამი, რომ არ მოახდინაო მაგ სასწაულები მათი ურწმუნოების გამო. და რატო პირიქით არ უნდა იყოს? 8 წამს უფრო მეტი სასწაული არ უნდა გაუკეთო, რომ ირწმუნოს? ნახეთ როგორ არის ნათქვამი, 1-2 შეგონების შემდეგ მოცილდიო მას. როგორ უნდა მოცილდე? პირიქით არ უნდა გააწლიე რო შეგონება? პირიქით არ უნდა იყოს ეს? მაგრამ არა, საღვთო განგებულება სხვა არის. თუ არ უნდა მიღება, მაშინ შენ არა მარტო ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ზეწოლაც არ უნდა მოახდინო მასზე, სასწაულები არ უნდა აღასრულო მის წინაშე. აღარ უნდა უჩიჩინო 1-2 უთხარი და უნდა გამოიწიო, რადგან უკვე როდესაც ეჩიჩინები ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, ძალადობას იყენებ მასზე. და ასეც რაც არ უნდა ეჩიჩინო და მიიყვანო ეკლესიაში, საბოლოოდ ძალადობის ქვეშ მოქცეული ვერასდროს ვერ ადიდებს თავისუფლად ღმერთს. ღვთის დიდება შეიძლება მოხდეს და ამ ერთობაში მისვლა შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლად. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ აი ამის სურვილი აქვს და ამის ტყუილება აქვს გაჩენილი მორწმუნეს. სხვა მდგომარეობაა ბაბილონის წიაღში. მშენებლობა, რომელიც მიდის, მშენებლობა, რომელიც დაიძრა ამ სივრცეში, ამ მშენებლობას აქვს თავისი განვითარების ეტაპები, მაგრამ რაღაცა პერიოდში ჩიხშია შესული. რაზეა ნათქვამი წმინდა წერილში, რომ ნებროსმა ძალის გამოჩენა დაიწყო. ეს ძალის გამოჩინება რას უკავშირდება? ეს ძალის გამოჩინება იმას უკავშირდება, რომ აი ეს უტოპიური პროგრამა ააშენონ ქალაქი და შემოვალონ გოდოლი, რომლის თხემით ცას მიწვდება, სულ უფრო ნაკლებ რეალიზებადი ხდება. სულ უფრო ჩანს, რომ ჩიხში მიყავს მას ადამიანი. და იმისათვის, რომ მშენებლობა არ შეჩერდეს, იმისათვის, რომ მშენებლობა გაგრძელდეს, აუცილებელია რა? აუცილებელია ნებროთმა დაიწყოს ძალის გამოჩენა. აუცილებელია დაიწყოს დევნა აზრისა, რომელმაც შეიძლება მეორე ადამიანს უთხრას, რას ვაკეთებთ ამას, ასისულელეს ვაკეთებთ ამას, ასე ჩვენ ღმერთთან ვერ მივალთ. ასე ვერაფერ ამაღლებულს ვერ შევქმნით. ამაზეს გამოხატვა უკვე აკრძალულია. აკრძალულია, რადგან ამაზეს გამოხატვა ნებროთის, ბაბილონის, გოდოლის მშენებლობის პროექტზე წინააღმდეგება, რომელ პროექტსაც უკვე მთელი კაცობრიობა აშენებს. ნებისმიერი გამოხატულება ამ მშენებლობის წინააღმდეგობისა არის დისიდენტურ მოძრაობად შერაცხული და არის წინააღმდეგობრივი იმისა, რა ამაღლებული ლოზუნგითაც და მოწოდებითაც დაიწყო ბაბილონის გოდოლის მშენებლობა და ის მიმდინარეობდა კარგი ახლის განმავლობაში. იმისათვის, რომ კაცობრიობა ვაკონტროლო, ნებროთის ხედვა ასეთია. ამისათვის საჭიროა კაცობრიობა კი არ გაიფანტოს. ამისათვის საჭიროა კაცობრიობა რაღაც ერთ სივრცეში მოექცეს. და კაცობრიობა გაიფანტოს არა ჰორიზონტალურად, არამედ კაცობრიობა უნდა ვერტიკალურად წავიდეს, ზემოთ უნდა იყოს და კონტროლირებადი უნდა იყოს ზემოდან ქვემოთკენ თითეული იარუსი. ნებროთი ქმნის იმპერიას, იმპერიულ ერთობას, რომლის რელიგია არის ადამიანური სურვილი, ერთი ძალის ქვეშ იყოს ყველა. იმ დროს, როდესაც ეკლესია ქმნის ერთობას, ქმნის სამეფოს, რომელიც ემორჩილება სიხარულის მომნიჭებელ და არა ტანჯვის მომნიჭებელ მეუფეს. ტანჯვა თავისთვის დაიგულა მან, თვითონ გადაიტანა ტანჯვა ჯვარზე. სიხარული და მშვიდობა კი მისცა თავისი სამეფოს წევრებს, თავისი აი ამ ეკლესიის წევრებს. ამიტომაც, როდესაც აი ამ ერთობაზე გვაქვს საუბარი, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ამ ერთობის შეკრა როგორ იქნება შესაძლებელი. თუ საღვთო ენერგია არ მოქმედებს, თუ ჭეშმარიტი ძლიერება არ მოქმედებს, მაშინ ერთობა ვერ შეიკრება ნებელობით. ერთობა უნდა შეიკრას ძალადობით. და სწორედ ამ ძალის გამოჩენას იწყებს ნებროთი. ამით უპირისპირდება ეს ერთობა, ბაბილონური ერთობა, ეკლესიურ ერთობას. აქ სისტემა ითხოვს გარკვეულ სიმკაცრეს. იმ დროს, როდესაც საეკლესიო წიაღში
თუ კი რაღაცა სიმკაცრეა გამონხატული ამ სიტყვის აი აბსოლუტურად დადებითი გაგებით, ის მხოლოდ იმიტომ რომ მკურნალს აქვს დაწესებული და სამკურნალოც მას დიდი მონდომებით იღებს, რადგან სინანული უძღვის მის ამ მკურნალობას წინასწ და სხვა თემაა შორს წაგვიყვანს და ახლა ამ თემას ვერ გავაგრძელებთ ნამდვილად. ბაბილონის გოდოლის შენების შესახებ გვაქვს გარდამოცემა, რომ იმხელა სიმაღლეზე აშენდა ეს კედლები, იმ სიმაღლეზე აიგო, რომ მიწიდან მშენებლობის ადგილამდე აგურის ატანას 1 წელი ჭირდებოდაო. ეს გარდამოცემა თავისთავად ცხადია, მაგრამ ეს გარდამოცემა იმით არის ჩვენთვის საინტერესო, რომ თუ კი ეს აგური დატყდებოდა, თუ კი ეს აგური შეიმუსრებოდა, მაშინ როგორც ამ მშენებლობის შემფერხებელს ამ აგურის გამტეხავს ძალიან მძიმე სასჯელი და სიკვდილით დასჯაც კი ელოდა. ანუ ეს სამშენებლო მასალა იდეოლოგიის ეს მაშენებლობა უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე. იმ დროს ეკლესიაში პირიქითაა. ეკლესიაში ყველაზე დიდ ღირებულებას ადამიანი და მისი მარადიული სიცოცხლე წარმოადგენს. აი თითქოს და ბაბილონის გოდოლის პროექტი ეს არის პროექტი, რომელიც ადამიანს ერთობას და ბედნიერებას თავასობს, მაგრამ ხელში ჩერჩება უტოპიური პროექტი და ძალადობა. შესაძლებელია ნებროც ანდა მის ადრეულ მიმდევრებს არც აქვთ აზრა და იდეა ის რომ კაცობრიობას აიმე ცუდი გაუკეთონ. მაგრამ თვითონ პრინციპი, გზა, მეთოდი, შინაარსი აი ამგვარი აზროვნებისა აუცილებლად ტანჯველი გახდება ადამიანისათვის. აუცილებლად უტოპიური გახდება საზოგადოებისათვის. აუცილებლად მიუღებელი გახდება კაცობრიობისათვის. რადგან მასში არ არის ღვთაებრივი, მასში მხოლოდ ადამიანურ ძლიერებაზე ორიენტირებული. ადამიანი თვითონ თავისი არსით არის სუსტი. როგორც ქმნილება წარმოადგენს სისუსტეს და იმისათვის რომ ეს სისუსტე გადაფარული იყოს, რა ხდება სამოთხაში გავიხსენოთ, სულიწმინდის მადლი ფარავს ადამიანის სიშიშვლეს, ხო? ადამიანის სისუსტე სულიწმინდის ძლიერება მისმა მადლმა უნდა ამოავსოს, მისმა მადლმა გადაფაროს. და როდესაც ნებროთის პროექტში არ არის ღმერთი, აუცილებლად ის გაძლიერებას იწყებს ადამიანურ შესაძლებლობებში, აი ამ სისუსტეში და ყველაზე მახინჯი ფორმით გამოავლენს მას. ახლა ჩვენი საუბრის შემდეგი თემა და დასასრულისაკენ რომ წავიყვანოთ ეს საუბარი, გახლავთ ის მეგობრებო, რომ აი ამ სივრცეში მშენებლობის დროს მონაწილეობას არიღებს ერთი პიროვნება, რომელიც წმინდა წერილში შემდგომ კიდევ სხვა სახით გამოჩნდება, სხვა ღვაწლით გამოჩნდება და საოცარი თხრობა გვექნება მასთან დაკავშირებით. და ეს არის პიროვნება, რომელსაც ეწოდება წმინდა წერილში აბრაამი, რომელიც ამ გარდამოცემის თანახმად მოხმობილი იქნება ნებროთთან და ნებროთი მას დაავალდებულებს მან მონაწილეობა მიიღოს გოდოლის შენებლობაში. აბრაამი ამაზე ამბობს უარს და შემდგომ არის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ნებროთი, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, მოითხოვს მან რელიგიური მსახურება აღასრულოს. და აბრაამი ეკითხება, რომელ ღმერთს უნდა რომ თაყვანისეს და ნებროთი ეუბნება, რომ თაყვანისეს ცეცხლს და აბრაამი ეუბნება, რომ ცეცხლ წყალი აქროს, მაშინ წყალს ეს თაყვანი წყალი ორთქლდება, მაშინ ღრუბელს ეს თაყვანი ღრუბელს ქარი იერეკება აქეთ-იქით, მაშინ ქარს ეს თაყვანი და აი ეს მიდის ნებროთი და ბოლოს თავისთავად ცხადია ნებროთი მივა იქამდე რომ აბრაამს ეტყვის რომ მაშინ მე მეცი თაყვანი და აბრაამი ეტყვის რომ შენ არ ხარო ღმერთი, რადგან ღმერთს შეუძლია მოაკვდინოს და ღმერთს შეუძლია აცოცხლოს. და ნებროთი ნიშნის მოგებით პასუხობს აქ აბრაამზე ეუბნება, რომ ახლა დაგანახებო ღმერთი ვარ თუ არა, მინდა ცოცხალს დაგტოვებ და მინდა მოკაკვდინებო. და აბრაამი ეუბნება ნებროთს, ღმერთზე აუყავს აღმოსავლეთით და ჩაყავს დასავლეთში. თუ ხარ ღმერთი შენა მოიყვანემზე დასავლეთიდან და ჩაიყვანე აღმოსავლეთში და განისხებული ნებროთი აბრაამს მე ამ გარდამოცემის თანახმად გახურებულ ქურაში შეაგდებს და მე იწყება ის საუბარი და საუბარიც მთლიანად ემთხვევა წმინდა წერილისეულ უწყებას, რომლის თანახმადაც აბრაამი ქალდეველთა ურიდან, ანუ ქალდეველთა ღუმელიდან, ქალდეველთა ქურიდან არის გამოხმობილი. ახლა ჩვენ გარდამოცემა რატომ მოვიტანეთ, რატო არის ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი? დავაკვირდეთ თვითონ აი ამ ნებროთის, აი ამ სახეს, ნებროთის აი ამ მდგომარეობას აბრაამთან დაკავშირებით, რომელიც აბრაამს ეუბნება, რომ რომელიმე ღმერთს ეს თაყვანი.
აი თითქოს და თავიდან არა აქვს მნიშვნელობა, თავარი აბრაამი აი ამ უტოპიურ სისტემაში ჩაერთოს. თავარია აბრაამმა, რომელმაც ჭვრეტა დაიწყო ჭეშმარიტი ღმერთისა, ამ ჭეშმარიტი ღმერთის სახელი დაწარდგეს საზოგადოების წინაშე. ეს არის საშიში ნებრუთისათვის. თვითონ აბრაამი ახლა გაგურსდებს თუ არ დებს, ამაში კი არ არის პრობლემა. რატომაც არ მუშაობს აბრაამი? რატომაც არ იღებს მონაწილეობას ამაში, აი გარდამოწემა ამით არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ეს არის საშიში ნებრუთისათვის სწორედ მიზეზი და არა ის თვითონ სიტყვაზე აგურსდებს თუ რასაკეთებს. საქმე ის არის, რომ აი ნებროთის აი ეს მოსურნეობა რაიმე ღმერთს ესთაყვანი, აბრაამი ამაზე ამბობს, რომ ხოლმე ჭეშმარიტებას უნდა ესთაყვანი. და აი ეს ხელშეუშლის ნებროთს. ეს ხელშეუშლის იმ იმპერიის შენებას, რომელსაც იგი აშენებს. ეს იმპერია ჭეშმარიტებაზე ვერ დადგება, რადგან ჭეშმარიტება თუ შეეხო ამ იმპერიას, მაშინ მთელი მისი უტოპიურობა, მთელი მისი წარუმატებლობა ხელის გულზე გამოჩნდება და ეს დაარღვევს იმ ჩანაფიქს, იმ სისტემას, რომელსაც აშენებს ნებროთი. არანაირ დათმობაზე არ მიდის აბრაამი და არანაირ დათმობაზე არ მიდის ნებროთი. ეს ძალიან საინტერესო მომენტია, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ჭეშმარიტებასთან ურთიერთობაზე, ჭეშმარიტებას ყოველთვის თხოვენ. მის გვერდით აღიაროს რაღაცა სხვა ჭეშმარიტება კიდე. და აი ამ დროს ჭეშმარიტების პასუხი არის ერთადერთი, რომ ვერ იქნება სხვა ჭეშმარიტება, მხოლოდ ის არის. ჭეშმარიტება არის მხოლოდ ერთი, სხვა და მეორე ვერ იქნება, მესამე და მეოთხე ვერ იქნება. მულტი ჭეშმარიტება ვერ იარსებობს, რადგან ეს არის ის უტოპია, რომელსაც აშენებს ნებროთი. ეს არის ის უტოპია, რომელიც გამოხატულება გახლავთ ბაბილონის გოდოლი. და აქ, აი ამ ადგილას, სწორედ ამ კონფლიქტისას, ჩვენ გვახსენდება საოცარი რამ. ჩვენ გვახსენდება წარმართული რომის იმპერიის კონფლიქტი ქრისტეს ეკლესიასთან. და ამ კონფლიქტის ერთი საოცარი ეპიზოდი, როდესაც მაცხოვრის გამოსახულება სხვა გამოსახულებებთან ერთად შეყვანილი იქნება რომის იმპერიის ღმერთების პანთეონში. სხვაგვარად რო ვთქვათ, ქრისტეს აღიარებენ ღმერთად. სხვაგვარად რო ვთქვათ, ქრისტეს ღვთაებრივ პატივის მიაგონ ამისთვის მზადაა უკვე რომის წარმართული იმპერია. ოღონდაც ახლა ეკლესიის ჯერია. ახლა ეკლესიამ უნდა აღიაროს იმპერატორის გენია და მისი ღვთაებრიობა. თუ კი ეს მოხდება შეთანხმება, საოცარი შეთანხმება, რომელიც 2 საუკუნის დევნას დაუდებს დასასრულს და ქრისტიანები უკვე დევნილნი აღარ იქნებიან და მათი რელიგია იურიდიულად დასაშვებ რელიგიად გამოცხადდება. ეს არის ისტორიული მომენტი ქრისტიანული ეკლესიისათვის, როდესაც შეიძლება შეწყდეს მისი დევნა. მაგრამ შეწყდეს ის ფასად. შეწყდეს იმის ფასად, რომ აღიაროს იესოს გვერდით სხვა ღმერთიც. ჭეშმარიტების გვერდით სხვა ჭეშმარიტებაც. ჭეშმარიტი ღმერთის გვერდით ყალბი ღმერთიც. აი ამის ფასად. მეგობრებო, ეს რომ მიეღო ეკლესიას, ჩვენ მივიღებდით არა ქრისტიანობას, არამედ ქრისტიანობით გამდიდრებულ წარმართობას. აი სწორედ ამაზე ამბობს უარს ქრისტიანობა. ამაზე ამბობს უარს ის, ვინ ჭეშმარიტება შეიცნო და ილუზიისაგან განთავისუფლდა. ამაზე ამბობს უარს ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევარი. ქრისტიანობით გამდიდრებული წარმართობა კი არა. მხოლოდ ქრისტიანობა ის ჭეშმარიტება, რაც მოიტანა ღმერთმა ადამიანისათვის. ერთადერთი უალტერნატივო და აი აქ ხდება ხოლმე სწორედ გაუგებრობა. გაუგებრობა რომის წარმართულ იმპერიასა და ქრისტეს ეკლესიას შორის. რომის იმპერია ჩაფიქრებულია ისევე როგორც ანტიქრისტეს პერიოდში ჩაფიქრდება წარმართული ნეოწარმართული სამყარო. მე ხო გითმობ, მე ხო ვამბობ, რომ შენი ღმერთი ღმერთია. მე ხო ვამბობ, რომ შენთან არის ჭეშმარიტება, შენ რატო არ მითმობ? შენ ჩემ ღმერთს რატო არ აღიარებ? შენ ჩემ ჭეშმარიტებას რატო არ აღიარებ? და აი აქ არის გაუგებრობა, სწორედ აქ იწყება გაუგებრობა, სწორედ ერთი რო თმობს, მეორე რატო ვერ თმობს? ერთი თუ აღიარებს ქრისტეს ღმერთობას, ქრისტიანი რატო არ აღიარებს ამ სიცრუის ღმერთობას? ვერ აღიარებს და იმიტომ. ეს გადაუჭრელი კონფლიქტია.
ვერასდროს ვერ წავა ქრისტიანობა იმაზე, ყოველთვის ჯიუტი დარჩება მონოთეიზმი, ყოველთვის მიუღებელი იქნება მისთვის ალტერნატიული ღმერთი, ალტერნატიული სიკეთე, ალტერნატიული ჭეშმარიტება, ალტერნატიული ეკლესია. ყოველთვის მიუღებელი იქნება ალტერნატიული კრებული, რაღაცა სხვა გზა. მისთვის ყოველთვის ჭეშმარიტება იქნება ერთი და ისიც ის, რომელიც მას უთხრა ღმერთმა. არა საძებნი, არამედ მიცემული. არა გამოსაგონი და შესათანხმებელი, არამედ უკვე მოცემული და გამოცხადებული. აი ამას ვერთმობს, ამ ერთადერთობას, ამ ავტორიტეტულობას, ამ შინაარსიანობას, ამ განსაკუთრებულობას ვერთმობს ეკლესია და ვერ დათმობს. რადგან თავისი კი არ არის, ღმერთმა მისცა ის, ღმერთმა ჩააბარა ის. და წარმართობა მულტიჭეშმარიტების მაღიარებელი, აი ეს უტოპიური მიმდინარეობები ყოველთვის გაუგებარი რჩებიან. მე თუ რაღაცას გითმობ, შენ მე რატო არ უნდა დამითმო? ამიტომ ვერ გითმობ, იმიტომ რომ შენი დათმობის წინ მე უფრო დიდ რამეს ვთმობ. ვთმობ ერთობას ღმერთთან და ის არ მეთმობა სწორედ. იმაზე ვერ ვამბობ უარსწორედ. უიმისობა წარმოუდგენელია სწორედ და აი ამიტომ არ მეთმობა. ამიტომაც ბაბილონის გოდოლის მშენებლობის დასასრული არის არა ის, რომ სიტყვაზე ვთქვათ აბრაამა ამ გარდამოცემის მიხედვით გააჯობა ნებროდს, არავითარ შემთხვევაში. არის არა ის, რომ რაღაცა კაცობრიობა გონს მოეგო და უარი თქვა აი ამ უტოპიურ პროექტზე. არა. წმინდა წერილი გვეუბნება, რომ თვითონ ღმერთი ჩაერევა ამ პროცესში. ღმერთი აურევს მათ ენებს, სიტყვა ბაბილონი აღრევას ნიშნავს სწორედ. და ამის შემდეგ ეწოდა ამ ადგილს ბაბილონის გოდოლი, რადგან ენების აღრევა მოხდა და ფიქრობენ, რომ პირველი ენა, რომელიც იყო, პროტოენა, რომელიც იყო, ის ენა შეინარჩუნა სწორედ აბრაამმა, ძველი სემიტური ენა რაც არის და სწორედ აი ამ დროს გამოირჩევს ღმერთი მამამთავარ აბრაამს და გამოიყვანს სამოღვაწეო ასპარეზზე, რომლის შესახებაც აბსოლუტურად სხვაგან სხვა დროს და სხვა რამეებია სალაპარაკო. ჩვენი შეხვედრის დასასრულს ყურადღება მივაქცევთ იმ დეტალს, რომ აი ღმერთის ჩარევა როგორი მნიშვნელოვანია და როგორი აუცილებელი ხდება და იქ აუცილებლად ერევა ღმერთი. აი ჩვენ გვახსენდება მაცხოვრის ერთი იგავი, საოცარი იგავი, რომელიც ძალიან დიდ შვებას გვრის მორწმუნეებს, რომ დაითესა კეთილი თესლი და როდესაც თესლმა აღორძინება დაიწყო, აღმოჩნდა, რომ მათ შორის იყო რაღაცა სხვა რამე, ხო, ბოროტი თესლის დათესილი და აი ეს თესლის აღმოცენდა. და მიდიან და ეუბნებიან ეს ძეძვი და ეს რაიდან აღმოცენდა, ჩვენ ხო კეთილი თესლი დავთესეთო და ეუბნება მათი ბატონი, რომ ეს კაცმა ბოროტმა გააკეთაო. ბოროტმა ადამიანმა გააკეთაო ესაო და აი იმის შედეგად არის და არა იმიტომ რომ თქვენ არ დათესებთ, თქვენ სხვა რამე დათესეთ, მაგრამ აი ბოროტმა ესეთ რაღაცა გააკეთა. და იქ ეკითხებიან, გინდაო მივიდე და გამოვარჩიო და არა ეუბნება. აცალეთ, აღორჩინდეს. მოვა დრო და იმას გავარჩევთ ერთმანეთისაგან. ანუ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აი რაღაცა სიმძიმეებზე, ამის მიღმა არის არა ის, რომ უფალმა დაგვივიწყა, არის არა ის, რომ ჩვენ რაღაცა ტანჯვაზე ვართ მიცემული, არამედ არის განგებულება ღვთისა, რომ ის ბოროტება, რომელი ბოროტებაც ამ ქვეყანაზე ვერ ისვენებს და ცდილობს სულ უფრო მეტი მოაქციოს თავის კლანჭების ქვეშ, ამ ტანჯვას უყურებს ღმერთი და ამ ტანჯვაში შეეწევა ღმერთი მორწმუნეს დრო ამის მაჩვენებელია სწორედ და ამ დროის მიმწუხრისას, ამ დროის ბოლოში იქნება ერთადერთი რამ, აუცილებლად იქნება გამარჯვებული ღმერთი და მისი ეკლესია. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, დღეს ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.